მოგესალმებით. მოვედი ახლა სამსახურიდან. არის 4:20 წუთი. საშინლად მეძინება. აი მართლა ძალიან მეძინება, იმიტომ რომ ხამე კარგად არ მეძინა. აბა გადით ახლა აქედან, გადი ჩქარა. ამათი კნავილი რა მაკლია რა. ყველაფერი აწყობილი მაქვს. ახლა ყავას გავიკეთებ. დილას კი მოვასწარი დალევა, მაგრამ უკვე ზეცად მესამე დილაა, ანუ დილის ხლავა და რაღაცნაირად ეთყობა დამეთყო. დღეს რო ავდექი, ესეთი გათიშული ვიყავ, რაღაცა ვერ ხვდები ჯერ ვინ ხარ, რატო ხარ, რაგი. გუშინ რამე რანუ ვთქვა, რამე იღო 11 საათი. გაზი დავტენე. აბა გადი, ჩქარა. გაზი დავტენე. ისეთ უდრო-უდროს დამთავრდა. ძალიან უდრო-უდროს იცის ხოლმე. შუა მომზადებს პრინციპში სხვანაირად როგორ უნდა დამთავრდეს, ეგრე მთავრდება ხოლმე. ხო და ავედი დავტენე, დავატენინე, მე რა დავტენე და ხო და მოკლედ გავაგრძელე იმის გაკეთება, რასაც ვაკეთებდი მანამდე და ხო და გუშინ ვიყიდე თუ გუშინ წინ ვიყიდე ეს ბადრიჯი და თან არა გუშინ წინ როგორ ვიყიდე გუშინ მოკლედ არეული დღეები და მეგობრებო ან რა ასებითი მნიშვნელობა აქვს ხა გუშინ მოკლედ ვიყიდე ეს ბადრიჯანი და მოვაწყოლე ეს მაიონეზით რა უნდა შემეწვა და სუნელებიან მაიონეზში უნდა ჩამეწვა სოსოს გავუკეთე ძალიან მოეწონა და ხო და მართალია ქინძი აღარ მქონდა ანუ ცოცხალი ქინძიც დავჭერი პირველ ჯერზე და ძალიან მოუხდა ანუ სუნელები ხო გავუკეთე და ცოცხალი ქინძით დავაჭერი გაჭი სამას რაღაცა ესე იყოს ვიდრე საერთოდ არ ენთხოვს ახლა შენ მე მგონი გინდა მოკლედ ეს ხალი იძახის ეს არის რაღაც მოკლედ და მე იძახის ჩემზე რა ანუ კარგი ხალიო მეთქი არ ვარ კარგი და არც მაქვს სურვილი ვიყო კარგი მე მომბეს და მეთქი ვიყო კარგი ანუ კარგო ეს და ახლა უნდა გავხდე ცუდი მეთქი საშინელი ცუდი და всё ესე გადავწყვიტე. ნუ როგორც გამომივა, კი მითხრა ერთმა ძალიან კარგმა ადამიანმა, რაც რაში ანუ ჰერძი გაქვთ, რა ქვია, ფესვები, ანუ ვერ შეიცვლებიო, რა გოიცხარ ისეთი იქნება, მაგრამ მე ვეცდები, იმიტომ რომ სხვანაირად არ გამოდის. ხარ ისეთი ყველა გადაგივლის გადმოგივლის თავზე. ხო და ვერ გავიგებ ის ზერითი ვარ ნაკლები თუ მეტი არა ვარ კიდე გინდა ყველაფრით რა ჩამოთვალ არ მინდა ხა მასვე და ხო და ჩემნაირი ცხოვრება რო ქონოდა ვიღაცას ხო აი ესე აწევდა
წყვილს ზემოთ. მართლა გეუბნებით, იმიტომ რომ არაფერს არ წარმოადგენენ და იმათავთ თავი აწეული. ყვახე თავთავებით და ჩემი კოფე ძალიან რაღაცნაირი ცხოვრება წამოვიდა. აი, არ ვიცი რა დავარქვა, მაგალითად და ვეღარ გებულობ იკეტება თუ აჰა. ესე იგი უფროსი უმცროსი არ იცი, საერთოდ არანაირი ზრდილობა, არანაირი კულტურა. ეთქობა მშობლები არ უხსნიდნენ, არ ასწავლიდნენ, რომ არსებობს, ანუ ესეთი, სხვანაირი დამოკიდებულება და სხვანაირი ურთიერთობა უნდა იყოს. ასაკობრივად რადიკალური სხვაობარობა რა. ანუ მე ის კი არა, ჩემზე ბევრად პატარას ვერ ვაკადრებ ისეთ რაღაცებს, რასაც კადრობენ ხოლმე პატარები რა. აი, ვერ ვხვდები. ძალიან ხშირად ვხვდები ამ ბოლო ხანებში ესეთ რაღაცებს. არაერთი შემთხვევა, მეგობრებო, ისე გელაპარაკებიან, როგორც თავის ტოლს და თან მარტო თავის ტოლს კი არა, აი, უფრო აი, რო იწვიან ხოლმე ესე თვითონ თქვენ შუტკა გაცნილიო და არ ვიცი მე არავისთვის არ მივიცია უფრო ეგეთ დონეზე ხო არ ვიცი, არის რაღაცა ზღვარი. არა მარტო ჩემთან მიმართებაში, ზოგადად ესეა. მე ხო ვუყურებ ახლა სხვებს როგორ ესაუბრებიან, როგორ ელაპარაკებიან, როგორი ტონით ელაპარაკებიან. არა, აი მაგ კუთხით მართლა საუკეთესო წლებში მიცხოვრია, მე ამაში ვწმუნდები 1000%-ით, არა 1000%-ით, ესეთი 100%-ით რა, ანუ ფანტასტიკის სფერო 1000%. მართლა სხვა დრო იყო, სხვანაირი აი მორალი. ამორალური ხალხია ხო ეხლა არის? ძალიან თანამედროვე, რას ქვია თანამედროვე, ანუ თუ გიჟი ხარ, თუ გადარეული ხარ, თუ უზრდელი ხარ, ანუ ეს არის თანამედროვეობა, მე ეგეთი თანამედროვეობა არ ვიცი, даже უცხოეთში არ არის ეს. არ ვიცი რა, ეს არის აი ყველანაირი უმსგავსოება, რაც ხდება საერთოდ ამ ბოლო ხანებში. მე აღარ ვიცახი უკვე იქ ტელევიზიით, ახლა ტელევიზორი მე არა მაქვს, მაგრამ ამ ბავშვს რო გეულობ, იქ ცალკე. აგრეთ საშინელება ხდება, მეგობრებო, საშინელება და ღმერთმა რაღაცა მოიფიქროს, იქნება რაღაცა რომ ან განსაცდელი მოულინოს ასეთ ხალხს, რაღაცა რომ მიხვდნენ თავიანთ არასწორ ქმედებებს, არ ვიცი რა, აი ძალიან რა ხო დღეს ჩვენ არ ვიყავით სკოლაში, იმიტომ რომ სოსოს ერთი დღის უკან მოკლედ ეს დღეები მოქვს ძალიან ესე არეული სიცხე ქონდა, იმიტომ რომ არ მიჯერებს მეგობრებო, როცა ვეუბნები რომ აღარ არის ზაფხული, თან აგრილდა, ჩაიცვი მოკლედ არ დამიჯერა და თან ყველაფერს იკეთესთან ერთად ვარქაც ახლა ბოთლებია დახრული. სულ მაცივარში ავაგებდა წყალს და მაცივრის წყალს ვავდა. მოზარდი როა, ცოტა ესეთი ის არა, სხვა მოზარდებთან შედარებით, სოსოს ახლა ანგელოზის ხასიათი აქვს, მართლა ძალიან ესეთი დამყველი და ესეთი დინჯია, თავისებურია, მაგრამ თავისებურ ხასიათს რაღაცებში არ ვიცი, ხა ვერ შევაგდებინე, რომ ცივი არ დაელია, რომ ნორმალურად ჩაეცვა და ისე და გაცივდა და სიცხე ქონდა. ისევ მე მომიწია. ღამის გათენებაც, იმიტომ რომ მაინც ახლა სანამ არ დაურეგულირდა სიცხე, იქ ანალგინი, იქ ჩაი მოუმზადე, აფთიაქში ჩავიბინა, ამოუტანე გვილა, მოკლედ გავუკეთე ჩემი ჯადოსნური ჩაის ვეძახი. ესე ჩაის ვეძახი, მე ამზადებ ხოლმე და მოკლედ დაიწყო დაკნება რა, სიცხეს 38-დან 39-მდე ქონდა რა, აღარ იყო და ორი ხაზით რა, 39-მდე.
და ეხლა უკეთესად არის, მოკლედ დედის წინ მორბენალი კვიცია ხო გაგიგიათ ხო და აი ეგაა რა უნდა რა ვიცი ან დრომ მოიტანა შეიძლება ეს ვაიბია ესეთი მსოფლიოში არა კონკრეტულად საქართველოში რაღაცა სენია შემოსული და არასწორად ღებულობენ, არასწორად ხარშავენ რაღაცა ინფორმაციას, რაღაცა თუნდაც იქ მოდის კუთხით თუ იმის კუთხით, მოკლედ რა თავისებურად ესმით ყველაფერი ის არა აქვს გაზრებული. უნდათ რაღაცა ვიღაცას მიბაძონ, რაღაცა იყონ, მაგრამ ესე არ არის. ხო, ეს შარვალი ალბათ ეცნობა ერთ ადამიანს და ეს პიჯაკი არა, ეს პიჯაკი აღარ მივიყიდე და ეს მაინც სული სიმბა. მოკლედ ესე ვიყავი დღეს არის მეგობრებო, ანუ მოკლედ მონახაზი გავაკეთე. რას ვაკეთებ, როგორ ვაკეთებ, რა ხდება ჩვენთან და ასე შემდეგ. და ახლა ცოტა დავისვენებ მე. დავისვენებ და დავლევ და შეიძლება მე კიდე პატარა ვიდეო ჩავწერო, იმიტომ რომ ძალიან ჩამოვრჩი გრაფიკს და საერთოდ ჩამოვრჩი ამ YouTube-ის იმას ხალხი ტყავიდან ძვრება ღონორი კაბი გეიშოს და მე კიდე ნუ რა ვქნა მეგობრებო ახლა ხანდახან არის რომ უი არ დამავიწყდეს არ დამწევ ესე ლაპარაკით სამავიწყდა მეგობრებო მოკლედ ფიქრია დიდი მადლობა ძალიან დიდი ბუდიში რომ აი ესე თავში უნდა მეთქვა და რაღაცა დამომფრინდა რა თავით ძალიან დიდი მადლობა ძალიან გამახარე ხო და მეცერა რა მომწერი ისე ვარ გათიშული ახლა ისეთი გადაგლილი რომ ვეღარ ვაზრუნებ მართლა ის კი არა გუშინ იყო მგონი ხო ალბათ გუშინ დანაკლისი მქონდა ხალხზე მოხდა ხო და ესე კარგით მაშინ ახლა მე მივხედავ ჩემთან ცოტა მოვსულიერდები გონზე მოვალ რა მელოდება მე 17 რიცხვიდან კარფურის დაბადების დღეა და შესაბამისად აქციები დაიწყება დიდი აქციები და წამოვა დიდი ნაკადი ხალხის და არ ვიცი რა იქნება როგორ იქნება ფასებს გააჩნია თუ ისეთი ფასები იქნება ძალიან მიმზიდველი ხო წარმომიდგენია იქ როგორი რიგები დადგება ხო და ასე რომ სულიად მორალურად ვემზადებ ხო და ესე მეგობრებო ესეთი ამბები ხდება ჩვენთან ხო სასკოლო მომზადებას რაც შეეხება ხელფასამდე ვერაფერს ვერ ვიზამ გამორიცხულია ნისიაზე მე არავინ არ მომცემს არაფერს ნისიაზე მარტო პროდუქტებს ვიღებ ხო და ეხლა საერთოდ დაიჭირა არა რაც არის იმას ვამბობ აბა რა ვქნა მოგატყუოთ არ თქვა საყვარელი მე არ მყავს მეგობარი მე არ მყავს ვიღაცა დამეხმაროს და არც ხელფასი მაქვს იმ ხელა რომ გაწუდეს ყველაფერს ახლა ზოგადად პრობლემაა ჩვენ ქვეყანაში რომ არ უნდა იყოს ესეთი დაბალი ხელფასები საშუალო ხელფასი დღესდღეობით როგორი ფასებიც არის სურსათზე ხო უნდა იყოს 1500 ლარი და არ არის 1500 საშუალო დაჟე ის ხელფასიც არ ითვლება რაც ჩვენ გვაქვს დაბალი ნუ ხო რა დაბალი ხელფასი მაქვს თლიან ფონზე რაც ხდება რა ფასებიც არის ყველგან და ყველგან როგორ ანუ გამოდის რომ მარტო სუნთქვისთვის რომ ვისუნთქოთ მაგისტვის უნდა ვიმუშაო ხვდებით ანუ რომ არ მოუკვდეთ შიმშილით და ფეხები არ გავფშიკოთ რა აი მაგისტვის უნდა ვიმუშაო ეს არ არის ნორმალური ეს არის ძალიან აი არ ვიცი რა დავარქვა ხო და ძალიან ცუდ სიტუაციაშია ჩვენი ქვეყანა ცოდვილი ასე ვთქვათ ცოდვილი ხალხი ცოდვილი ქვეყანა ცოდვილია ის ხალხი თავისთავად ვინც არ ფიქრობს ამ ყველაფერზე როგორღაც რადიკალურად რაღაცა შეცვალოს და ეს ხელფასები დაარეგულიროს და ფიქრობ კარმა აუცილებლად მივა იმათთან ვისაც შეუძლია და არ აკეთებს აი იმათთან ხო კარგი დაბადროებით გაკოცეთ ჩემო